ამ კადრების ნახვა რეალობაში ალბათ ყველა MMA-ის გულშემატკივარ სულს. Რომელიც ნახვასანაც, როგორც ილიამ თქვა, აი ასე ახლოს ვიყავით. ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო, მხოლოდ მებრძოლების თანხმობა იყო საჭირო, მაგრამ ეს ბრძოლა მაინც არ შედგა. ორივე მებრძოლი ამტკიცებს, რომ ბრძოლისთვის მზად იყო და უარი არ უთქვამთ. ილია თოფურიამ განაცხადა, რომ ბრძოლა ისლამის ხელისწრამის გამო ჩაიშალა, ხოლო ისლამი ამბობს, ბრძოლა იმიტომ ჩაიშალა, რომ ილიამ ბევრი ფული მოითხოვაო. მეტიც, ისლამის მენეჯერმა ალიმ დაამატა. ილია გეიჯისთან ბრძოლას ომად დათანხმდებოდა, ქამას ჩამოათმევდნენ და მის ნაცვლად არმას აჩხუბებდნენო. ხოლო რაც შეეხება ისლამს, ცალფეხითაც რომ ყოფილიყო, მაინც იჩხუბებდაო. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ MMA გლავს. დღეს კი ვისაუბრებთ ილიასა და ისლამს შორის არ შემდგარ ბრძოლას თეთრ სახლში. და საერთოდაც შედგება თუ არა ეს დაპირისპირება, რომელსაც MMA-ის სამყარო ასე ელოდება. ჩვენ კი სანამ უშუალოდ ვიდეოს დავიწყებდეთ, დიდი თხოვნა იქნება გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ ვიდეო, რათა მალე ავიდეთ 4000 გამომწერზე. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ ვიდეოს თემაზე. ყველაფერი 8 მარტს UFC 326-ზე დაიწყო, როდესაც თეთრი სახლის ქარდი საბოლოოდ ოფიციალურად გამოცხადა. გულშემატკივრები ორ თავად დაპირისპირებას ელოდნენ, თოფურია მახაჩევი და ჯონსი პერეირას წინააღმდეგ. ამ უკანასკნელმა წონა შეიცვალა და მძიმე წონაში ავიდა. ახლა კი ცდილობს გახდეს პირველი მებრძოლი UFC-ის ისტორიაში, ვინც 3 წონის ჩემპიონი გახდება. პერეირას მსგავსად ილიასი ამ ქალზე იჩხუბებს, ოღონდ ჯონსთან არა. ის თანამთავარ ბრძოლაში სილიგანს დროებითი ქამრისთვის დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში კი ტომ ასპინალთან მოუწევს ჩხუბი. უკვე ნამდვილ ქამაზე. რა თქმა უნდა, ასპინალმა მანამდე თვალით უმოიჩინა. ილია თოფურიაც იგივეს ცდილობს, გახდეს 3 წონითი კატეგორიის პირველი ჩემპიონი UFC-ის ისტორიაში. მაგრამ სამწუხაროდ არც ერთი ბრძოლა არ შედგა. რამაც გულშემატკივრებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. სხვადასხვა თეთრი სახლის ქარდზე მაქვს ვიდეო გადაღებული, ლინკი იქნება აღწერაში და თუ გაინტერესებთ შეგიძლიათ გადახვიდეთ და უყუროთ. ინტერნეტ ომი ილია თოფურიას ამ პოსტით დაიწყო, სადაც მან განაცხადა: ისლამი კვლავ იგონებს საბაბს, ამჯერად ეს ტრამოა. ყოველთვის ვიცოდი, რომ თეთრი სახლის ღონისძიებაზე მივიღებდი მონაწილეობას, მაშინაც კი, როდესაც UFC ერთ მომენტში მითხრა, რომ ღონისძიებაზე არ იქნებოდი საჭირო. ვიცოდი, რომ ეს მოლაპარაკებების ნაწილი იყო, როდესაც საბოლოოდ მითხრეს, რომ თეთრ სახლში მივიღებდი მონაწილეობას, ისლამი ახსენეს და ერთი წამითაც არ დავფიქრებულ ვარ თანხმობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა ოფიციალურად ჯერ არ იყო დადასტურებული, თეთრ სახლში მონაწილეობა მეორე დღეს უნდა გამოცხადებულიყო. როდესაც გავიღვიძე, გავიგე, რომ ისლამს ტრამვა ჰქონდა. შემდეგ კი ჯასტინ გეიჯი გამოჩნდა. კიდევ ერთხელ ისლამის გაქცევის საფასურს სხვა გადაიხდის. მათი მენეჯერი ძუკნა და ასევე საშინად მახინჯია. ჯასტინ, თეთრ სახლში შევხვდებით. მე არ ვარ ისეთი ადამიანი, ვინც ხალხს ამცირებს. ეს სწრაფად მოხდება. როდესაც გაიღვიძებ, ყველაფერი უკვე დასრულებული იქნება. და რა თქმა უნდა, ისლამის პასუხმაც არ დააყოვნა ამ პოსტზე. მან განაცხადა: ორივემ ვიცით, ვინ დაიხია უკან. შეგიძლია შიში უხერხული ტვიტებით გადაფარო, მაგრამ არ ინერვიულო. ეს დღესაც მიიღებ იმას, რასაც ითხოვ. შენ მსუქან მენეჯერს არ მოუწევს მილიარდების მოთხოვნა ჩემთან საბრძოლველად. ჩვენ ამას უფასოდ გავაკეთებთ. ისლამის პასუხს გამოეხმაურა ილიას მენეჯერი და მან ასეთი რამე განაცხადა: ჯანდაბა, 4 ფუნტი დავიკელი, რატომ ეძახის ალი ისევ მსუქანს. ამ პოსტით ილიას მენეჯერმა მიანიშნა, რომ ამ პოსტების უკან ისლამი კი არა, არამედ მისი მენეჯერი ალი დგას. მისმინეთ, ზუსტად აი რა მოხდა. ჰანტერის და დანა უაითის დამემოწმებიან. შუა დღე იყო. ისლამს ეძინა, როცა დამიერეკეს და მითხრეს, რომ ილიასა და ისლამის ბრძოლა ჩაინიშნა. ძალიან აღელვებული და გახარებული ვიყავი. მაგრამ ცოტა ხანში გადმომიერეკეს და მითხრეს: დავიწყე, ეს ბრძოლა ჩაიშალა. ეს ისე მოხდა, რომ ისლამისთვის თქმაც კი ვერ მოვასწარი. არავის ვადანაშაულებ იმაში, რომ მაქსიმალური ფულის გამომუშავება ცდილობს. მაგრამ რეალობა ისაა, რომ ისლამამდე ეს საქმე არც კი მისულა. მაგრამ ერთ რამეს გეტყვით, ეს ბრძოლა ივნისისთვის რომ შეეთავაზებინათ, ისლამი ცალფეხითაც რომ ყოფილიყო, მაინც დათანხმდებოდა. რომ იცოდეთ, ისლამს რომ ის ბრძოლა მიიღო, სავარაუდოდ ილია იმ ხალხზე საერთოდ ვერ მოხვდებოდა. კიდევ ერთი რამ. ილიას რომ ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლა არ მიიღო, შესაძლოა ქამარის კი დაეკარგა და ჯასტინს არმან ცარუკიანთან ეჭხუბა. ამ ყველაფრის შემდეგ ილიას მენეჯერმა მალკი კავამ ყველაფერზე დეტალურად ისაუბრა. აი რა თქვა მან. საჭიროა ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის თემას ნათელი მოვფინოთ, რადგან კონტექსტიდან ამოგლეჯილი და გადაჭარბებული განცხადებები შემკვდა.
ორშაბათს UFC-ს დაურეკე და ვკითხე, აპირებდნენ თუ არა თეთრის სახლის ღონისძიებაზე ილია თოფურიასთვის ჩხუბის მიცემას. უარი მითხრეს. ოთხშაბათს სატელეფონო ზარი მივიღე. თუ უნდა, შეუძლია იჩხუბოს. არჩევანი მისია, ისლამ მახაჩევი ან ჯასტინ გეიჯი. მაშინვე ვუთხარი, რომ ისლამი გვინდოდა, მათ მითხრეს. ამ ბრძოლისთვის ამდენს გადაგიხდით. მე კი ვუპასუხე, ძმაო, იცი რომ ამ თანხად ეს არასდროს მოხდება. მათ მაინც დაასახელეს თანხა და არჩევანი მოგვწეს. მე ვთქვი, ისლამი გვინდა, ზუსტად ასე ვთქვი. ილია თოფურიას ისლამ მახაჩევთან ბრძოლა სურდა, სწორედ ეს იყო მისი არჩევანი. მითხრეს დაგირეკავთ და შეგატყობინებთ, გამოვა თუ არა. პარასკევი მოვიდა და არავინ შემხმიანებია. ას მე დაუკავშირდი. ლოგინში დავწეხი და ზუსტად ღამის 12 საათზე რამდენიმე სატელეფონო ზარი მივიღე. ჰანტერ კემბელს დაურეკე და ვკითხე, რა ხდება მეთქი. მან მიპასუხა, გვინდა რომ ილიამ თეთრი სახლის ღონისძიებაზე იჩხუბოს. მე ვუთხარი, კარგი, ისლამ მახაჩევთან? მან მიპასუხა, არა, ისლამი ვერ იბრძოლებს, ხელი აქვს დაზიანებული. ამ მომენტიდან UFC-ს ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებები დავიწყე. მოლაპარაკებები ჯასტინ გეიჯიზე მიდიოდა, მახაჩევის ვარიანტი რეალური არ ყოფილა. ყველა თანხმდება, რომ ილია ისლამი შესაძლოა UFC-ს ისტორიაში ყველაზე დიდი ბრძოლა იყოს. არ ფიქრობთ, რომ ასეთ შემთხვევაში მათ ყველაზე დიდი ჰონორარიც უნდა მიიღონ? მე სულელი ვიქნებოდი ამ ბრძოლას სათანადო თანხის გარეშე დავთანხმდებოდი. არ მომითხოვია 100 მილიონი დოლარი, ან თუნდაც 50 მილიონი. მოვითხოვე თანხა, რომელიც ჩემი აზრით სრულიად რეალურია. თავად გეიჯის ინტერვიუდანაც ხარად ვიგებ, რომ ჯასტინის ბრძოლა ამ ქალზე საერთოდაც არ განიხილებოდა. 2 დღის წინ დამირეკეს და მითხრეს, რომ თეთრ სახლში არ ვიჩხუბებდი. მე კი ვიფიქრე, ვაუ, მართლა, კარგი მეთქი. გუშინ კი ისევ დამირეკეს და მითხრეს, რომ შეიძლება ისევ მეჩხუბა თეთრ სახლში. მე გაოცებული ვიყავი, როგორც შეიძლება 180 გრადუსით შემოვლენდეს სიტუაცია. დღეს კი გავიგე, რომ ოფიციალურად თავარ ქარtზე ვარ. ეს არავინ იცოდა, მებრძოლებმაც კი ბოლო მომენტამდე. საოცარი გრძნობა, სიმართლე გითხრათ, სადღაც გულის სიღრმეში ვიცოდი კიდეც რომ ეს მოხდებოდა. ახლა თითქმის ვტირი, თუმცა თავს ვიკავებ, უბრალოდ ძალიან ვამაყობ. მეტიც, ილიამაც იგივე განაცხადა, რომ ბოლო მომენტამდე არავინ დაკავშირებია, მაგრამ ის ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ ამ ქარtზე იჩხუბებდა და ეს მისთვის დიდი მოულოდნელობა ნამდვილად არ ყოფილა. ახლა ხანს თქვი, რომ ყოველთვის ვიცოდი, რომ თეთრი სახლის ქარtზე ვიჩხუბებდიო. ეს ისევ შენს წინასწარ მეტყოლებებს გვაგონებს, რადგან რეალურად ეს ამბავი მხოლოდ ბრძოლის გამოცხადების წინა ღამეს გაიგე. საიდან იცოდი ყოველთვის? თუ კომპანია აპირებს მოაწყოს გრანდიოზული შოუ თავისი საუკეთესო პროდუქტების გამოსაჩენად, მე თავს მივიჩნევ ერთ-ერთ საუკეთესო პროდუქტად, რომელიც დღეს UFC-ს ყავს. ამიტომ მე აუცილებლად უნდა ყოფილიყავი ამ ქარtზე. მაგრამ მანამდე არანაირი სატელეფონო ზარი ან და სტუდია რქონია. არა, პირიქით, მათ მითხრეს, რომ ამ ქარtზე არ ვიქნებოდი. პირდაპირ გითხრეს, რომ ამ ივენტზე არ იჩხუბებდი? დიახ, მითხრეს, მაგრამ მე მაინც ვიცოდი, რომ ეს მოხდებოდა. და მაინც რა შეიძლება იყოს სიმართლე? ამ ამბის შემდეგ ორივე მხარე, რა თქმა უნდა, განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს. განვიხილოთ რამოდენიმე ვარიანტი. დაუშვათ ისლამ მახაჩევი მართლაც ამბობს და ილია მართლაც მოითხოვა გარკვეული თანხა ამ ბრძოლისთვის. რაც უკვე აღნიშნეთ, რომ ილიას მენეჯერმაც დაადასტურა, რომ მათ მართლაც მოითხოვეს გარკვეული თანხა, მაგრამ არა 100 ან 50 მილიონი. ეს გასაკვირი არც არის, რადგან ოდესაც ამხელა ღონისძიებაზე და ამ დონის ბრძოლაში იღებ მონაწილეობას, შესაბამის ანაზღაურებასაც მოელი. ისლამმა კი განაცხადა, რომ უფასოდ ვიჩხუბებო, მაგრამ არც ისლამი იტყო და უარს კარგ განაზღაურებაზე დარწმუნებული ვარ. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ თავად დენა ვაიტმა უარყო, თითქოს ილიას გუნდმა დიდი თანხა მოითხოვა და მაგიტომ არ შედგა ეს ბრძოლა. ისლამი ამბობდა, რომ თეთრ სახლში ის და ილია უნდა დაპირისპირებოდნენ ერთმანეთს. ისლამმა თქვა, რომ ეს ბრძოლა ილიას გამო არ შედგა, რადგან მან ზედმეტად ბევრი ფული მოითხოვა. შეგიძლიათ გითხრათ, რა ხდება სინამდვილეში? სიმართლე არ არის. საერთოდაც შეეფერება ეს სიმართლეს. მის მიერ ამ ქარდის აწყობისას კულუარებში უამრავი სისულელე ხდებოდა. ჯონ ჯონსზე 1000 რამეს ამბობდნენ, ილიასა და ისლამზეც. სია დაუსრულებელია. სინამდვილეში კი ასე იყო. მაჩმეიქერებმა ყველა შესაძლო ვარიანტი მაგიდაზე დამიდეს. შემდეგ მე თავად დავაწყო ეს ქარდი და გადავწყვიტე, ვინ ვის დაუპირისპირდებოდა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ორი რამ იყო. პირველი, ბრძოლას უნდა ჰქონოდა მნიშვნელობა დივიზიონისთვის და სტილისტურად უნდა ყოფილიყო სანახაობრივი, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ისი იმედი შემეძლო მქონოდა და ვინ ვიცოდი დაზუსტებით, რომ ბრძოლაზე გამოცხადდებოდა.
მართალია, თრა დენა ვაითისაც არ დაიჯერება ყველაფერი, რადგან ჯონსთანაც იგივე პრობლემის გამო ვერ მოახერხეს შეთანხმება. იმის და მიუხედავად რაც არ უნდა უარყოს დენამეს ყველაფერი. მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ჯონსისგან განსხვავებით ილია თოფურია ჩხუბობს ამ ქარზე. და ეს ფაქტი რომ მართალი ყოფილიყო, მაშინ ილიას პრინციპებიდან და მენტალიტეტიდან გამომდინარე, მაშინ ას გეიჯისთან დათანხმდებოდა ამ ბრძოლას. ეხლა რაც შეეხება ისლამის ტრამვას. ისლამის გუნდს არ გვარყვია რომ ტრამვა ნამდვილად აქვს. უბრალოდ განაცხადეს რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მაინც ვიჩხუბებდით ილიასთანო. ამ განცხადების პარალელურად გავცედა ისლამ მახაჩევის ვიდეო, რაც ეჭვს ბადებს მის ტრამვის ნამდვილობასთან დაკავშირებით. მით უმეტეს, როდესაც ქამრის დაცვა გიწევს სავარაუდოდ აგვისტოში, ალბათ ხელის ტრამვის შემთხვევაში უფრო უნდა გაუფრთხილდე შენს ჯანმრთელობას. ძალიან ბევრი რომ არ ვისაუბროთ ამ თემაზე და არ გავჩერდეთ ისლამის ტრამვაზე, პირდაპირ გეტყვით რომ პირადად მე ამის ნამდვილად არ მჯერა და სიმართლე რომ გითხრათ, არც იმის მჯერა რომ ისლამს ეშინია ილია თოფურიასთან დაპირისპირების, განსაკუთრებით ნახევრად საშუალო ზონაში. მაშინ ალბათ ყველას გაგიჩნდებათ კითხვა, რა არის მიზეზი, რატომაც ეს ბრძოლა არ შედგა. აქ უნდა დავსვათ ერთი შეკითხვა: რა სურს თავად UFC-ს, ქართველი და რუსის დაპირისპირება მთავარ ბრძოლაში, თუ ამერიკელის ხილვა, რომლის გათიშვის შანსი თითქმის 100%-ია? ამაზე განცხადება ისლამის მწვრთნელმა ხავიერ მენდესმაც გააკეთა. აი რა თქვა მან: 100%-ით მინდა რომ ეს ბრძოლა შედგეს. ასევე მჯერა რომ საბოლოო ჯამში ისლამსაც სურს მასთან დაპირისპირება. მაგრამ ვინ იცის რა სურს UFC-ს? სწორედ ისინი აკონტროლებენ მიმდინარე მოვლენებს, ასე რომ რეალურად ყველაფერი UFC-ზეა დამოკიდებული, მოაწყობენ თუ არა ისინი ამ ბრძოლას. ორივე მებრძოლმა გამოთქვა ბრძოლის გამართვის სურვილი და ეს უდავოდ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა იქნებოდა, განაცხადა ისლამის მწვრთნელმა ხავიერ მენდესმა. და თქვენი აზრით რა სურს UFC-ს? მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ ჯონსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მიუხედავად იმისა, რომ დენა ვაიტი ამას უარყოფს. მაგრამ საბოლოო ჯამში თუ დაუჯერებ ჯონ ჯონს, იმის და მიუხედავად რომ ას თუ ისე დიდი თანხა მოითხოვა, უფრო მეტიც ბევრად ნაკლები ვიდრე ასპინალთან ბრძოლისთვის თავაზობდნენ, შეთანხმება ვერ შედგა და ჯონ ჯონსი ქარს მიღმა დარჩა. ანუ ეხლა წარმოიდგინეთ, ერთი სახლის ქარდის მთავარი ბრძოლა დარჩა ამერიკელის გარეშე, რომელსაც დიდი შანსი ჰქონდა გამარჯვების, რაც ამ ქარდის ბედნიერი დასასრული იქნებოდა. რა თქმა უნდა, ეს ამერიკელ გულშემატკივარს არ მოეწონებოდა და არც ის მოეწონებოდა, თუ თავად დაპირისპირებაში ქართველი და რუსი დაუპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. ამიტომ ერთადერთი შანსი იყო გეიჯის ჩასვამ თავად დაპირისპირებაში, რადგან რეალურად სხვა ამერიკელი არავინ არ ვინც ამჯერად იმსახურებს ქამაზე ჩხუბს, თანაც მთავარ ბრძოლაში. მართალია ამ ბრძოლაში გეიჯის ძალიან ცოტა შანსი აქვს გამარჯვების, მაგრამ უბრალოდ UFC-ს სხვა გზა არ ჰქონდა. ეხლა ალბათ მხოლოდ და მხოლოდ იმის იმედად არიან იქნება რაღაც სასწაული მოხდეს და როგორმე მოუგოს ილია თოფურიას. დასწრუნებული ვარ შანსი რომ ქონოდათ ჯასტინ გეიჯის შეურჩევდნენ ისეთ მეტოქეს, ვისთანაც უფრო მეტი შანსი ექნებოდა. ამ შემთხვევაში ილიას უბრალოდ ასე ვთქვათ ვერ ჩატეხავდნენ ამ ქარდიდან და საბოლოოდ მივიღეთ ეს დაპირისპირება. ხოლო ის აჟიოტაჟი, რაც ახლა ხდება ილიასა და ისლამის გარშემო, ერთგვარი ჰაიპის აწევის მცდელობა შეიძლება იყოს. თუ ზოგადად ამ ბრძოლას ჭირდება ეს ჰაიპი, რადგან ისედაც ჩემი აზრით UFC-ს ისტორიაში ერთ-ერთი დიდი დაპირისპირება იქნება. ამ ბრძოლის ჩანიშვნა ჩემი აზრით ახლა უფრო მეტად ადვილია, ვიდრე აქამდე იყო. ორივე მებრძოლი თანახმა, თითქმის ყველაფერი გარკვეულია. ილია და ისლამის 90% დასწრუნებული ვარ დაიცავენ თავის ქამას თავის ზონაში. ვეს ილიას და ვეს ისლამს ჩემი აზრით დივიზიონში ვერავინ ვერ მოუგებს, იმის და მიუხედავად რომ ბევრი იანგარის და მორალის ახსენებს. ჩემი აზრით ისლამი მათაც მარტივად დაამარცხებს, ხოლო ილიასაც შეეხება მის ზონაში ჯერჯერობით ის გარდასხვას ვერავის ხედავ რეალურ ოპონენტად. ალბათ მხოლოდ 20%-ს მივცემდი ილიას წინააღმდეგ მხოლოდ და მხოლოდ ჭიდაობის გამო. ასე რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩემი აზრით, სწორედ ახლა არის ყველაზე ახლოს ეს ბრძოლა ჩანიშვნასთან, თუ ორივე მებრძოლი მოახერხებს და დაიცავს ქამას. თუ ეს ყველაფერი შემდეგი წლის პირველ ნახევრამდე არ მოხდება, ეს ბრძოლა საბოლოოდ უნდა დაუვიწყოთ, რადგან შემდეგ ამ ბრძოლის გამართვა საკმაოდ არარეალური იქნება. დღეისათვის სულ ეს იყო, იმედია მოგეწონათ ჩემი ვიდეო. ხომ იქნება დააფიქსიროთ თქვენი აზრი კომენტარებში, ზოგადად რას ფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენ კიდე შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით.